კორონა, წმინდა კორონა ქალწულმოწამე. ეს იყო 16 წლის ქალწული გოგონა, რომელიც სირიაში ცხოვრობდა, როდესაც დევნა დაიწყო ქრისტიანების, მოსთხოვეს მას ქრისტეს უარყოფა, მან ამაზე უარი თქვა და ესე აწამეს პალმები მოღუნეს, მოდრიკეს, შუაში მიაბეს და გაუშვეს ეს პალმები და პალმა გაგლიჯეს შუაზე ეს. და წმინდა კორონას თხოვენ ეპიდემიებისაგან თავდაცვას. აი როგორც წმინდა გიორგის მეომრების თხოვენ, წმინდა ნიკოლოზის მოგზაურობაში ყოფილი წმინდა კორონას ამას თხოვენ. ხო მე ეს არ ვიცი ეს შემთხვევით დაარქვეს ამავდროულად ეს სახელი, არ შემთხვევით არაფერი არ ხდება, ყველაფერი ღმერთის გახდება და გეგმა ზომიერად დაარქვეს, ჩვენ დასაცინად დაარქვეს. ეს უბრალოდ თქვენთვის მომინდია ის და თქვენ თონიმჟელეთ ახლა რა ხდება და როგორ ხდება და რანაირად ხდება. ამიტომ ესეც საინტერესო ფაქტი არის და ჩვენ უნდა ვევეთროთ წმინდა კორონასო დაგვიფაროს ამ ავადმყოფობისაგან და ამ ეპიდემიის გავრცელებისაგან. მისი ხატიც არის, სხვათა შორის ეს წმინდანი ქალწულმოწამე, მისი ნაწილები გერმანიაში არის და კათოლიკურ ლათინურ სამყაროში უფრო განდიდებული არის, უფრო ხო არის თქვა წმინდა გიორგი ქართველებს უფრო გვიყვარს, წმინდა ნიკოლოზე რუსეთშია განდიდებული, თითოეული ხარლამი თქვა საბერძნეთში, წმინდა სპირიდონი საბერძნეთშია ძალიან ისეთი პატრიციული. აი ესე წმინდა კორონა დიდი პატივით იყო ლათინთა საკრებულოში და თუმცა მართლმადიდებლური ხატებიც არის, მისი მინიატურებია, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ინტერნეტში იღებთ. და ყველაზე მთავარი ერთი კიდე საინტერესო მომენტი რაც მოხდა, თქვენ ნახეთ ალბათ ამერიკის კონგრესში როცა ჩაატარეს ზოგი ძახის ეს კონგრესი არის და ეძახის ტეხასის შტატის გუბერნატორია თუ რაღაცა მათი ადგილობრივი კრება ზოგი ძახის 2 წლის წინ იყო, მაგრამ არ არის შეიძლება 2 წლის წინ იყო, 3 წლის წინ იყო, დღეს არის. იქ ჩვენ პირდაპირ გვესმის სიტყვები, როდესაც ნანობენ და ბოდისუფლდიან ღმერთს ყველაფრისათვის, ის გამოც მოვიდნენ აქამდე. ბოდისიხდიან რომ შეგნებულად მტრობდით ოჯახის ინსტიტუტს. შეგნებულად მტრობდით და ვავრცელებდით იგულისხმეულებს ლაპარაკობენ რომ ერთსქესიანთა ქორწილს და ოჯახურ ტრადიციებს ებრძვით და ყველაფერზე ბოდისუფლდიან ღმერთს და ნანობენ ამას. ეხლა ეს ჩვენთვის ახალი ამაზე ვლაპარაკობთ სულ და უბრალოდ ერთი რაღაცა მენიშნება აქ და ალბათ ვფიქრობ რადგან ეს გამოჩნდა ინტერნეტში მით უფრო 2 წლის წინ იყო დარჩენდა და ეხლა გამოჩნდა და ეხლა დაიდო ალბათ ესეთი ახალი ტალღა წამოვა ეს არის ქსანდილი მთელი მსოფლიოსათვის რომ ალბათ ლიბერალური დამთავრება ამას ადრე წამოვდნენ რომ ევროპაშიც ისეთი ძალები მოდიან ქვეყნის სათავეში რომლებიც ტრადიციულ რაღაც ორიენტირებს თან რაღაცა მაგრამ აქ მეორე საშიშნობა წამოყოფს თავს აუცილებლად გვეტყვა რომ მოდით ალბათ ყველა ერთად ვილოცოთ და ერთად ვევედროთ ღმერთს ამას აი ეს მომენტი იქნება ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხა რას აფრთხები რას მოსდევს ის რომ სინანული აუცილებელია ეს ჩვენ 2000 წელია ვიცი ჩვენ უნდა გვიხარია რომ სხვაებიც ამას აკეთებენ ჩვენ ამით ვცხოვრობ ეფრემასური სოციები და მთელი დიდი მარხვა რა არის სინანული გოდება და მოთქმა საკუთარი ცოდნების წარმოჩინა პატიების თხოვნა ღმერთმა ჩვენიერი დალოცოს ღმერთმა ჩვენი ხალხი დაიხაროს მე ვფიქრობ თითოეული ადამიანი ვინც ახლა მოდის და წირვაზე დგას ეს არის აღსარებლობა ღმერთმა აკუთვნოს ეს ხალხი და იმათ ვისაც ეშინიათ მეუბნებენ მამაო რა ვქნათ როგორ მოვიცი რა უნდათ მოდი და ეზიათ რა უნდა გასაგებია შეგიძლიათ ახლა გარეთაც განან ხალხი იმდენი ადგილია რაღაც გარეთ შეიძლება ითქვა რაღაცა შეგიძლია ეგ დადგა შემოხვიდე ეზიარო წახ მაგრამ ეზიარე თვეები რო არის უზიარებელი ხარ და ძალიან იმიტოა რომ ესეც საშინელ შინაგან მდგომარეობაში მე არც მიკვირს და არც თქვათ არ მიკითხავ არც განვაფიქებ რატო არის იმიტომ არის რომ ვეუბნები რომ უზიარებლად არის სიცოცხლის წყაროს არიან მოწყვეტილი ქრისტედან გამოვალ სიცოცხლის წყარო და უნდა ეზიარო ქრისტეს ხორცი ჩაკვიცო და ჭამო ქრისტეს სისხლი დალიო და დაწყლარდები და დამშვიდდები მე კიდე უნდა მოხვიდე მეორე კვირას ესე უნდა იწყო ვერთმა დაგლოცოთ ვერთმა გაკუთხოთ ვერთმა ჩვენი ერი დაიფაროს ამდვილად დიდი მადლობის ღირსი არიან ჩვენი თავდადებული ექიმები ადამიანები წარმოიდგინეთ ნათესავი რომ მოუგდება დასაფლავებაზე არ მინდა ექიმები პირდაპირ შედიან და იქ თავგანწირულად
ებრძვიან სიკვდილს, სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. ეს ხალხი ნამდვილად დასაფასებელი ხალხია. და კიდევ უფრო დასაფასებელი და გასახარებელი ის არის ხალხი ყველაფერში ამაში ღმერთის ხელს რო ხედავს. აი ხო გიყვარს ეგ, მაგრამ ექიმი რო სწორად აფასებს და ეძახის რომ ჩვენ ღმერთი აკეთებსო, ეს ხალხი უფრო საყვარელი ხდება ჩვენთვის. ერთი რაღაცა მინდა ხა მავიწყდებოდა, მაგრამ გამახსენდა, მაგრამ უნდა ვთქვა. თქვენ მოусმინეთ გიგი უგულაო რომ გამოვიდა პატრიარქს ეხვეწება შენ ხელში ვარ გაზრდილიო და გეხვეწებიო რომ შეწვიდეო. და დიდ მართლმადიდებლად რომ მოაქვს თავისთავად. გახსოვთ, მე შეგახსენებთ ერთ რაღაცას. გახსოვთ, უწმინდესი ყოველთვის შობა დღეს გვეუბნება რომ აანთეთ კანდლები, სანთლები დადეთ ფანჯარასთან, როგორც ანგელოზებს შევხვდნენ, ესე შევხვდეთ ჩვენ და მთელი ქალაქი ხაჩირაღდებულია და ძალიან ბევრჯერ უწმინდეს უთქვია რომ ყველა აზიარებს შობას. და მთელი ხალხი მოდის ივსება ტაძრები, ხალხი ეზიარება. ერთ-ერთი ესეთი ზიარების დროს, აღარ მახსოვს რომელი წელი იყო თვითონ უფრო ემახსოვრება, მთელი ხალხი რო იყო სამებაში და ტაძრების სავსე იყო თვითონ ეს უგულაო სომხებს მაშინ აქვს ნათლისღება. სომხურ ტაძარში წავიდა და ნათლისღებაზე იმოხდა. სხვა დროს მოიწმინდი შედალოცული. ანუ ხაზი გაუსვა რომ მე თქვენ გემიჯნებით. და მეორე მაგის სულიერი ძმა რუსუდანთან მივიდა მეუფეს რო ეძახიან და თავი ქონდა ჩაყოფილი ბარძიმში ისე ამ ხალხს საერთოდ არაფერზე ლაპარაკის უფლება არ აქვს. ამათო ყველაფერი ამოწურეს თავის. ეს არის მათი კიდე ერთი რაღაცა პოპულისტური რაღაცა, ვითომ დიდი მზრუნველები არიან ეკლესიაზე და პატრიარქი შენი შვილი ვარ და შენ ფეხებთან გასდები. უამრავი მოციქულები იყვნენ ქრისტეს ფეხებთან გასდილი, 75 განკვეთეს უგრის საქციელის გამო და 12-დან ერთი განკვეთეს, რომ გაყიდა თავისი მოწყარე იუდაზია საუბარი. მის ფეხებთან გასდა, ეს არაფერს არ ნიშნავს, პირიქით, ვისაც მეტი მოიკითხე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგუთხოვთ და ღმერთმა ჩვენ ეკლესია დაიფაროს. დედა, რომელიც სწავლობდა ღმერთმა გვაპატიოს. თავარია ვთხოვთ, რომ უფალო გვაპატიო. ვესწრებით აღარ აქვს და აღარ უნდა დაუშვათ იმ გარყვნილების ქადაგება და პროპაგანდა, რაც აქ მიდის. ეს არის ყველაზე მთავარი. ეს უნდა მოვთხოვოთ, რომ ვიღაცების გამო ჩვენ არ უნდა ვისჯებოდეთ რა. კი ბატონო, უნდათ გარყვნილები არა twini არეული აქვს, ჩაიკეტონ თავში, სახლში რაც უნდა გააკეთონ. დაახურულ სივრცეში რაც უნდა აკეთონ, ნუ ქადაგებენ. ჩვენ სკოლაში ჩვენ ბავშვებთან ნუ შემოდიან გარყვნილები. თორემ ამის უფლებას არ ჩვენ მივცემთ და ღმერთიც არ მიცემს თუ ჩვენ არ მივცემთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გისურვებთ რომ მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი. თხოვოთ ღმერთს, ვევედროთ ღმერთს, ვეზიაროთ, რაც შეიძლება ხშირად და ღმერთმა დაგლოცოთ.